საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია გავრცელებულმა კადრებმა, როდესაც უცნობი პირები თბილისში ეკლესიას თან მოისაქმებენ, შარდავენ და იმ წუთასვე ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს იყო რუსები. და ამის დამადასტურებელი არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა. ეხლა თუ ვიღაცა საქართველოში რუსულად ლაპარაკობს, საერთოდ გაუნათლებელი ადამიანებისთვის რუსულად მოლაპარაკე ადამიანი არის რუსი და რუსულად ლაპარაკობს პოსტსაბჭოურ სივრცეში მყოფი თითქმის ყველა რესპუბლიკა და რატომ არ შეიძლება რუსულად ელაპარაკა თბილისში იგივე იმ ადგილას, სადაც იქ ეკლესიასთან მოისაქმეს ადამიანებმა, ვანდალებმა და მართლაც საშინელმა ადამიანებმა, მაგალითად უკრაინელები არ იქნებოდნენ ან სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, არ ვიცი, რაში ამოწმეს იქ ახლა სასქესო ორგანოებით დაადგინეს, რომ ესენი რუსები იყვნენ, ხმის ინტონაციით, თუ პასპორტები შეუმოწმეს, როდესაც შარდავდნენ. ეხლა არ ვიცი, პატარა ბავშვებს რო ეუნებოდნენ, აბა პასპორტი გვანახეთო და რა ვიცი, ამათმა პასპორტებით დაადგინეს, რომ ესენი რუსები იყვნენ, თუ რა არის. ეს არის კიდე ერთხელ ვიმეორებ, კიდე ერთი ანტირუსული და რუსოფობიული გამოვლინება, ჯერ ის ხალხი ყველაზე მეტად აქტიურობს, რომლებიც დღედაღამე ეკლესიას ებრძვიან. ეს არის ის ხალხი, რომლებიც ამერიკის საელჩოში მიღებაზე იყვნენ და ესე რაღაცა გარკვეული ბლოგერების სტატუსი აქვს და სხვადასხვა პლატფორმებში მონაწილეობენ და ჩემთვის გაურკვეველია, რატომ არ ინტერესდებიან შესაბამისი ორგანოები ამ ხალხით. ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ადამიანი, რომელიც სამშობლოსთვის იბრძოდა, საუბარი მაქვს გულბაათ ცხილაძე, რომელიც არავითარი ჯაშუობრივ საქმიანობას არ ეწეოდა, რასაც ფიქრობდა, იმას ამბობდა და ეს ხალხი დღედაღამე ამერიკის საელჩოში დაბრძანდება და სხვადასხვა პლატფორმებში მონაწილეობით საკმაოდ დიდ ახებსაც იღებს, მე როგორც ვიცი, იმიტომ რომ ეს პლატფორმები, როდესაც ისინი გამოდიან, ამას ფული ჭირდება ელემენტარულად. ეხლა, როდესაც შენ რაღაცა YouTube არხი გაკეთებული, იმას ჭირდება მემონტაჟე, ოპერატორი, ამას ჭირდება შესაბამისი ტექნიკური პერსონალი და მე კიდე ეს ხალხი ხარ რომ მუშაობენ ამ არხებზე, თქვენ გონია უსასყიდლოდ მუშაობენ და ეს ყველაფერი ხდება უკვე ხელის გულზე არის ეს და აქედან გამომდინარე ეს ხალხი მუშაობენ, იღებენ გასამჯელოს და პატივცემულებიც არიან აგერ ამერიკის საელჩოში, რამდენი ჩვენ ბლოგერი ვნახეთ. და ეხლა უნდათ რაღაცა სიტუაციის შექმნა, რომ თითქოს რუსები ეკლესიებს შარდავენ. არც ერთი მართლმადიდებლური რუსი მას არ ჩაიდეს. ეს უფრო ის უკრაინელები აკეთებენ ამას, რომლებიც ეკლესიებში არბევენ სამღვდელო პირებს და საშინელებებს აკეთებენ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ რაღაც დასკვნებიც უნდა იქნას გამოტანილი. არ შეიძლება, რომ ამ რუსოფობიის ქარიშხალმა შთანთქას ეს ქვეყანა. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპელი.